პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა, რამდენ ჯარდობულს შეეხო გადაწყვეტილება ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური განცხადება კეთდება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ზვიად ქორიძის ბრიფინგს. მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენ და საზოგადოებას, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი შეწყალების მორიგ აქტს, დღეს 23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 98 მსჯავრდებული. ამ 98 მსჯავრდებულიდან 74 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმროს დაწესებულებას, რაც შეეხება 24 მსჯავრდებულს მათ საშელი შეუცილდა. 74 მსჯავრდებულიდან, რომელიც დღეს გამოვა, ერთი ქალბატონია და ორი არის არასრულწლოვანი მსჯავრდებული. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული საქმეების შემდგომ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე სულ კომისიამ 17-18 ივლისს განიხილა 599 მსჯავრდებული საქმე და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს პრეზიდენტმა თავისი შეწყალების აქტით 98 მსჯავრდებული შეიწყალა. დაპირ ჩართვა პრეზიდენტის სასახლიდან გიორგი მარგულაშვილმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 74 ციხეს დღეს დატოვებს, ერთი ქალი და ორი არასრულწლოვანია ამ სიაში.